მეგობრებო, გავაკეთოთ რკალი, ამოვაქსოვოთ 6 თვალის შიგ. ვარდისფერი ძაფით ვქსოვმე. პირველ თვალში გავუყაროთ. ვიტყვი ხოლმე პირველ თვალში, მაგრა არ გაუჭირ ხოლმე, მაგრამ მაგრა მიწევს გაჭერა, რომ მე ძნელია ხოლმე თვალის ამოღება. ასე ერთი თვალი ამოვხსოვეთ. ამავე თვალში მეორე თვალიც ამოვხსოვოთ. თითო თვალში ორ-ორი თვალი უნდა ამოვხსოვოთ. 3, 4, სულ 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს. 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12. აი ასე. მოვნიშნოთ მარკერით აუცილებლად. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე ერთ თვალს ვხსოვთ, ხოლო მეორე თვალში ნამატს ვაკეთებთ. ანუ ერთ თვალში ორი თვალი. ერთ თვალს ვხსოვთ, მეორე თვალში ორი თვალი. ნამატი ანუ. ასე ბოლომდე მარკერამდე ასე ჩავიდეთ. ერთი თვალი, მეორე თვალში ნამატი. გადავიდეთ შემდეგ რიგზე, მეოთხე რიგზე. მეოთხე რიგზე ორი თვალი უნდა მოვხსოვოთ. მესამე თვალში ნამატი უნდა გავაკეთოთ, ანუ ორი თვალი ერთად. ორი თვალი მოვხსოვოთ. მესამე თვალში ორი ერთად. ბოლომდე ასე ჩავიდეთ, ორი თვალი, ერთი ნამატი. გადავიდეთ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 3 თვალი, 1, 2, 3 თვალი, ერთი ნამატი. ანუ ერთ თვალში ორი თვალი. 3 თვალი მოვხსოვოთ. სამი თვალი მოვხსოვოთ. მეოთხე თვალში ორი თვალი. ბოლომდე ასე ჩავიდეთ. მეგობრებო, სულ 12 თვალი და ნამატი უნდა მოვხსოვოთ. ყოველ რიგში, მაგალითად ახლა ხომ არის 3 და ნამატი, მერე 4 თვალი და ნამატი, შემდეგ რიგში 5 თვალი და ნამატი, შემდეგ რიგში 6 თვალი და ნამატი, 12 თვალი და ნამატამდე მოვხსოვოთ სულ და დავბრუნდეთ, შემდეგ გავაგრძელოთ ქსოვა. მოვხსოვეთ მეგობრებო, 12 თვალი, ერთი ნამატი. ეხლა უნდა მოვხსოვოთ, სულ გამოგვივიდა 84 თვალი. ეს 84 თვალი 4 რიგი უნდა მოვხსოვოთ. ესე ბოლომდე. ოთხი რიგი უნდა მოვხსოვოთ. მოვხსოვოთ და დაგებრუნდებით. შემოკარგება. გავაგრძელოთ მეგობრებო ჩვენი ბერეთის მოხსოვა 4 რიგი მოვხსოვეთ 84 თვალი. ეხლა უნდა მოვხსოვოთ 12 თვალი. 1
2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 12 მე-13 მე-14 თვალი ჩავაკლოთ წინა ორი ფრთა ავიღოთ ორი თვალი გამოვიღოთ და ესეც ერთად ბოლომდე მეგობრებო ასე მოგხსოვოთ 12 თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალი ჩავაკლოთ ჩავედით ბოლომდე ეხლა 11 თვალი უნდა მოგხსოვოთ და ერთი თვალი ჩავაკლოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 თვალი მოგხსოვოთ ერთი თვალი ჩავაკლოთ ეს პროცედურა 6 ჯერ გავიმეოროთ და რიგის ბოლომდე მოგხსოვოთ და შევხვდებით შემდგომში გადავიდეთ 21 რიგზე 21 რიგზე 10 თვალი უნდა მოგხსოვოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 თვალი მოგხსოვთ და ერთი თვალი ჩავაკლოთ ესე 10 თვალი მოგხსოვთ ერთი თვალი ჩავაკლოთ ბოლომდე ესე ჩავიდეთ და მოვწყვიტოთ ძაფი ჩვენი ქუდი დაამთავრდა აქ პოპოჩეს გავუკეთებთ პატარას ჯოხებით ესე ბერეტის მას და ჩვენი ბერეტი დამთავრებული იქნება. ესეთი ლამაზი ბერეტი გამოგვივიდა. ძაფით შევმალოთ. ეხლა გავუკეთოთ ჩეპჩიკიო თუ რასი ძახია. 7 ჯაჭვი მოვხსოვოთ. 7 ჯაჭვი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7 მეორე თვლიდან დავიწყოთ 1 თვალი მოგხსოვოთ მეორე თვალი მოგხსოვოთ მესამე თვალი მოგხსოვოთ მეოთხე თვალი მოგხსოვოთ მეხუთე თვალი მოგხსოვოთ და მეექვსე თვალიც მოგხსოვოთ. აი ასეთ. გამოგხსოვოთ და ძაფი მოვაჭრეთ. სულ ძაფი დავუტოვოთ, რომ მივაკეროთ აქ. ეს შუაში მაღლა ჩამომაგროთ. ესე შუაში ჩამომაგროთ მეგობრებო.
ეს ორივე ძაფი ამოუყარეთ. გავნასკოთ ესე 1-2-3 ნასკვი გავუკეთოთ და მოვრჩა ჩვენი ბერედი. მოვაჭრათ ძაფები. ეს ჩვენი ბერედი მეგობრებო. მე ყვავილები უნდა გავუკეთო. თითო ყვავილს და ბოთოლის გაკეთებასაც გასწავლეთ. რომ გავაკეთებთ, დაგებრუნდებით. ესეთი გამოგვივიდა ჩვენი ბერედი. ამოვქარგე მე ყვავილები. ვისაც ესე გინდათ რომ ყვავილები ამოქარგოთ. ქართულ საიტებზე არ ვიცი, მგონი მანდაც უნდა იყოს, იმიტომ ძალიან ბევრი ქართველი ქარგავი ყავს, ძალიან ლამაზად მაგრად ქარგავენ. რუსულ საიტებზე რომ დაწეროთ ვარდის მოქარგვა, ფოთლების გაკეთება, ყველგან ამოგიგდებთ. ქართულ საიტზე ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა YouTube-ში. ეხლა მეგობრებო, მე ერთი ტუფლი გავაკეთე. მეორე ტუფლი უნდა გამოვხსოვოთ და ჩვენი თოჯინა დასრულებულია. გავაკეთოთ თვალი და 7 ჯაჭვი თვალი გავაკეთოთ და 7 ჯაჭვი ამოვხსოვოთ 1 2 3 4 5 6 და 7 ჯაჭვი ამოვხსოვეთ. პირველივე თვალში 1 ნამატი გავაკეთოთ. ანუ 1 თვალში 2 თვალი. 4 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 და 4. დაგვრჩა 1 თვალი. ამ 1 თვალში 4 თვალი უნდა ამოვაქსოვოთ. 1 თვალში 4 თვალი. 1 2 3 და 4. მეორე მხარეს ტრიალდებით და აქაც 4 თვალი ეს ძაფიც თან ჩავაყოლოთ. 4 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4. დაგვრჩა 1 თვალი. ამ ბოლო თვალში 1 ნამატი. ანუ 1 თვალში 2 თვალი. ასე. მარკერით მომნიშნოთ რომ არ აგვერიოს და გადავდივართ მეორე რიგზე. მეორე რიგზე 2 ნამატი უნდა გავაკეთოთ. პირველ თვალში 1 ნამატი, 1 თვალში 2 თვალი, ანუ 1 ნამატი. 1 2 2 ახლა მეორე თვალში ნამატი 1 და 2. სულ გამოგვივიდა 2 ნამატი. 2 ნამატი მოგხსოვეთ. ისევ 4 თვალი. 1 2 3 4. 4 თვალი მოგხსოვთ. მაღლა ერთ თვალში ქონდა 4 თვალი მოგხსოვილი. ამ 4 თვალში 2 თვალი უნდა მოგხსოვოთ. 1 თვლის 2 თვალი. 1 ნამატი, ანუ მეორე თვალშიც 2 თვალი. მეორე ნამატი. მესამე თვალში
ისევ ნამატი 2 თვალი და მეოთხე თვალში 2 თვალი ისევ ნამატი. სულ 8 თვალი გამოგვივიდა. 4 თვალში 2 თვალი ამოვიღეთ. 4 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 4 თვალი მოგხსოვეთ და ისე 2 ნამატი. პირველ თვალში ვაკეთებთ 2 თვალს. 1 2 მეორე თვალშიც ვაკეთებთ ნამატს. ანუ 1 და 2 თვალი. გადავიდეთ მესამე რიგზე. მესამე რიგზე უნდა მოგხსოვოთ 1 ჰედეჩი, ასე იგი 1 მოკლე ტრაპზონი. მოკლე ტრაპზონი ნამატი. მოკლე ტრაპზონი როგორ არის? ნამატი. ჩაუყაროთ თვალში, გაგვიხდა 3 თვალი. 3-ვე თვალი ერთად. მეორე თვალში გვაქვს ნამატი. ისევე მოკლე ტრაპზონით უნდა გავაკეთოთ. გავაკეთოთ ნამატი. ჩაუყაროთ თვალში, 3 თვალი გამოვიღოთ. ისევ ამავე თვალში მოკლე ტრაპზანი გავაკეთოთ. 1 ნამატი. ეს პროცედურა 1 თვალი და 1 ნამატი ერთხელ კიდე სულ ორჯერ უნდა გავიმეოროთ. ვაკეთეთ ნამატს. მოკლე ტრაპზანს ვაკეთებთ. ახლა ნამატი. 1 მეორე თვალში ნამატი. 2 4 მოკლე ტრაპზანი. 1 2 3 4 ეხლა 1 თვალი, 1 მოკლე ტრაპზანი, 1 ნამატი, ანუ 1 თვალში 2 ტრაპზანი. 1 2 ეს პროცედურა 4 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 მოკლე ტრაპზანი, მეორე თვალში 2 მოკლე ტრაპზანი, 1 თვალში 2 თვალი, ანუ ერთხელ ვქენით 1 ტრაპზანი, 1 მეორე თვალში ნამატი. ეს უკვე ორჯერ გავაკეთეთ. 1 მოკლე ტრაპზანი, მეორე თვალში ნამატი. ორჯერ უნდა გავიმეოროთ. ეს უკვე 3ჯერ გავაკეთეთ. 1 თვალში 1 მოკლე ტრაპზანი, მეორე თვალში ნამატი, 2 თვალი, ანუ 4ჯერ გავიმეორეთ ეს პროცედურა. 4 მოკლე ტრაპზანი უნდა მოგხსოვოთ. 1 2 3 4 4 მოკლე ტრაპზანი, ისევ ნამატები უნდა გავაკეთოთ. პირველ თვალში მოგხსოვოთ 1 მოკლე ტრაპზანი, ხოლო მეორე თვალში ნამატი. 1 2 ისევ გავიმეორეთ მეორეთი. 1 ტრაპზანი, მეორე თვალში 2 ერთად. სულ გამოგვივიდა 32 თვალი. ეხლა ბოლო თვლებით უნდა მოგხსოვოთ ჩვეულებრივად 32 თვალი. ბოლო, ანუ უკანა ფრთებიდან 1 2 3 4 5 ესე ბოლომდე მოგხსოვთ 32 თვალი. მეგობრებო, მოგხსოვთ 32 ბოლო 2 თვალი.
არ გამოვკარე, არ გამოგსოვე. ვარდისფერი ძაფი უნდა ავიღოთ, გავაკეთოთ თვალი. და ამ ორ თვალში უნდა გავუყაროთ. აი ასე და ცოტა გამოვნასხუთზე. ეხლა ორივე თვალი გავაყოლოთ, შიგ მოვაყოლოთ. ორი რიგი, მეგობრებო, ორი რიგი. ერთით ორი რიგი ვარდისფერი ძაფით ვაგრძელებთ. ორი რიგი 32 თვალი უნდა მოგხსოვოთ. ორი რიგი მოგხსოვოთ 32 თვალი და გავაგრძელოთ მე. ეხლა მოგხსოვოთ, გადავედით მე-7 რიგზე. ორი რიგი 32 თვალი მოგხსოვეთ. 7 თვალი უნდა მოგხსოვოთ ეხლა. 1 2 3 4 5 6 და 7. 7 თვალი მოგხსოვეთ. 6 ჯერ 1 თვალი და 1 ჩაკლება უნდა გავიმეოროთ. 1 თვალი მოგხსოვეთ, ხოლო მეორე და მესამე თვალი ჩავაკლოთ. ერთხელ გავაკეთეთ. 1 თვალი მოგხსოვოთ. 1 თვალი მოგხსოვოთ, ხოლო შემდეგ ჩავაკლოთ. ასე იგი წინა თვლებს ვიღებთ და ასე ვხსოვთ. 2 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს ჩვენ უკვე 3 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 4 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. 5 1 თვალი მოგხსოვოთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. გავაგრძელოთ 7 თვალი მოგხსოვოთ, მარკერი აუცილებლად ჩააყოლეთ. 1 2 3 4 5 6 და ცოტა სხველი ძაფი მომივიდა ეს ძაფი, რა ვიცი, ძალიან ძნელია გსოვა. ჯენსის მარკის ძაფი და ეს ძაფი ცოტა სქელი ძაფებია. კუდიკი კარგად ადგა სქელი ძაფით. გადავიდეთ მერვე თვალს რიგზე. მერვე რიგზე ისევ 7 თვალი. 1 2 3 4 5 6 და 7. 7 თვალი მოგხსოვეთ, 6 თვალი ჩავაკლოთ. წინა ფრთები ავიღოთ. 1 თვალი ჩავაგერით. 2 თვალი ჩავაკელით. რთულია მეგობრებო. 3 თვალი ჩავაკელით. 4 თვალი ჩავაკელით. 5 თვალი ჩავაკელით.
6 თვალი ჩავაკელეთ. 7 თვალი მოგხსოვოთ ისევ. 1 2 2 3 4 5 6 და 7 ბოლო რიგი გადაგვრჩა. ბოლო რიგზე მოგხსოვოთ 7 მოკლე ტრაბზანი. 1 მოკლე ტრაბზანი გავიხსენოთ. ნამატი თვალში შევყარო და 3 ერთად. 2 3 4 5 6 და 7. ეხლა კარგად უყურეთ მეგობრებო, 7 მოგხსოვთ, გვერდზე თვალში ჩაუყრით. გამოვიღებთ თვალს, 2 თვალი გვაქვს და ამ პირველ თვალს უკანა თვალში გამოვუყრით. აი ასე. ისევ ვაკეთებთ 4 მოკლე ტრაბზანს. ნამატი 1 2 3 და 4. ისევ ჩაუყრით თვალში და წინა თვალს უკანა თვალში გამოვუყრით. ისევ 7 მოკლე ტრაბზანი და დავამთავროთ ჩვენი ტუფლი. 1 2 3 4